მოგესალმებით. მე აკაკი ყაჭიაშვილი ვარ, ეს კი ჩემი პირველი პროექტი Golf 4G1.9-ია. ამ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ თუ რა გავაკეთე ამ ხნის განმავლობაში, კარგახანია ვიდეო არ გადამიღია. თუმცა რაღაცებს ვიღებდი პერიოდულად, რაც ვაკეთებდი, ყველაფერი ვერ გადავიღე, ზოგი ღამე მომიწია, ზოგი ისეთ სიტუაციაში მომიწია, რომ ფიზიკურად არ შემეძლო გადაღება. ამიტომ რაღაცა კადრები მაქვს, რასაც ჩავსვამ ამ ვიდეოში და ნახავთ რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და ასე შემდეგ. დავაყენე სპორტული დაკიდების სისტემა, წინ რეგულირებადი დაკიდება დაყენდა, უკან ჯერჯერობით უბრალოდ სპორტული ზამბარები აყენია, რადგან უკანა სპორტული ამორტიზატორები ჯერჯერობით ვერ ვიშოვე. ასევე გავაკეთე სალონში დეშბორდის განათება, რომელიც ერთი კარგი ადამიანი დამეხმარა და აქედანაც მადლობა მეგობარო. შევცვალე კონდიციონერის ვენტილატორი, რომელიც არ ფუნქციონირებდა კარგად და შესაბამისად კონდიციონერს ვერ ვთავდი. ახლა ეგეც ფუნქციონირებს და კონდიციონერიც მაქვს მანქანაში, რაც ზაფხულში ძალიან საჭიროა დამეთანხმებით. სალონში შევცვალე პლასტმასები, რომელიც წინა ვიდეოში გაჩვენეთ კარბონის დეტალიზაციით და ამ ყველაფერს ნახავთ ახლა ვიდეოში. დისკიდან 3 დაღუნული იყო, ეს დისკებიც გასწორდა, საბედნიეროდ არ დაჭირდა არანაირი სვარკა, რაც ძალიან მახარებს, ასე რომ დისკებიც უკვე დაბალანსებულია და მუხრუჭებზე და სიჩქარეზე ვიბრაციებიც აღარ მაქვს. ჩემთვის სასიხარულო ამბავს ვაკეთებ და ეგ არის ვაყენებ სპორტულ დაკიდების სისტემას, რა პროცესსაც გავაზიარებ ასევე რა როგორ გაკეთდება. და აი მაგრად მაინტერესებს, ანუ სიმართლე რო ვთქვა, არასდროს არც ერთ მანქანაზე რეგულირებადი დაკიდების სისტემა არ მქონია, არ დამიყენებია, აქედან გამომდინარე ძალიან მაინტერესებს, ახლა როგორი დგომი ექნება, როგორი უვლის ტრასაზე, მაგ ყველაფერს გავტესტავ, გადავიღებ, როგორ იქცევა მოსახვევებში და ასე შემდეგ რა. ეხლა მივდივარ ხელოსანთან, გამომდინარე იქიდან, რომ ამ წუთას მართლად რო არ მაქვს, რომ ჩემით ვიჩალიჩო და ჩემით ვიწვალო რა ამ ყველაფერზე. ზოგადად კი ძალიან მომწონს ეგ ამბავი, რომ რაღაცებს ჩემით ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ საინტერესოა კი რაღაცა ვაფუჭებთ ხანდახანდა ასე შემდეგ და მე და ჩემს მაკაცებს გვიყვარს რა ეგეთი რაღაცები, რა მანქანებიც ყავს ხოლმე და ყავდა, სულ ასე ვცდილობთ ხოლმე, რომ ჩვენი ძალებით, ენერგიით ცოდნით რაღაცები გავაკეთოთ და თან ეგ პროცესი მაგრად ასწორებს, რავი, მე მაგრად მევასება რა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ბიუჯეტური პროექტი და ვცდილობ, რომ ყველაფერი ბიუჯეტურად გავაკეთო, იაფად ვიშოვო, ესე რომ ვთქვათ, რადგან ერთადერთი სპონსორი, ვინც გამაჩნია, არის აკაკი ყაჭიაშვილი. სხვა სპონსორი მე არ მყავს, ვინც ფინანსურად მიდგას გვერდში. აქედან გამომდინარე ყველაფერს ვაკეთებ ესე ჩემი ძალებით, ჩემი გამომუშავებული ფინანსებით. ვინც არიცით, მე ვარ პროფესიონალი ტატუ არტისტი, მაქვს ჩემი სტუდია, გარდა იმისა, რომ ტატუებს ხატავ, ასევე მაქვს ტატუს კურსი, საბაზისო, სადაც ვასწავლი ტატუს ხატვას და იქიდან გამომუშავებული ფინანსებით კეთდება ეს პროექტიც და ნუ ვცხოვრობ რა შესაბამისად. რაც ეს პროექტი წარმოვიწყე, გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც სრულიად უსასყიდლოდ დამიდგნენ გვერდში, რაღაცები მაჩუქეს, რაღაცები უფასოდ გამიკეთეს და იქ თითოეულ მათგანს ყველამ კარგად იცის, ვინ რა გააკეთა, აქედანაც გიხდით მადლობას და აი ამ გვერდში დგომისთვის ვაფასებ, მადლიერი ვარ, გენაცვალეთ გულში რა, კარგი ხალხი ხართ. ეხლა უკვე მივალ საცაა ხელოსანთან და დანარჩენს უკვე იქ გადავიღებ და გავაგრძელებ. დი ეხლა ვნახოთ როგორი დგომი აქვს აი ამ წუთას მანქანას. გადავიდებ მაგას და მე რო დავაყენებ, უკვე შევადაროთ როგორი გამოვიდა.
გალოფის ბალიში შეიცვალა. ცოტა ამბავი იყო, მაგრამ გამოვიდა. ეს ინტეიქის მილი შეუცვალე, რომელზეც კარგად არ გადადიოდა შლანგი, მაგრამ ეხლა ესეც არ გადადის, იმიტომ რომ ეს ვიწროა, ეს სქელია და ეგეც უნდა რაღაცნაირად მოვარგო რა. დამცავი დაყენდა კარტერისთვის, რადგან ძალიან დაბლა დაიწია მანქანამ და ყველა ჩაღრმავებაზე ვედებოდი. მანქანაზე ბევრი ჩაღრმავებული ადგილი იყო, რომელიც შეძლების დაგვარად ცივად გასწორდა, შესაღებად თითქმის მზად არის. ერთ-ერთი მთავარი ყოვლად საძულველი საბუქსირეც მოიჭრა.